არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლება ადიგენის რაიონში განვითარებულ მოვლენებს ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ნიკოლოზ მაღალდაძის განცხადებით, სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენები რელიგიურ ნიადაგზე შუღლის ხელოვნურად გაღვივების მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ სასწრაფოდ დაადგინოს მომხდარის მიზეზები და დროულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია. ადამიანის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენები არის რელიგიურ ნიადაგზე ხელოვნურად შუღლის გაღვივების მცდელობა. ადიგენი წარმოადგენს იმ რაიონს, რომელიც იმართება ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. ადამიანი კანონი თავისუფლება მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს სასწრაფოდ დაადგინოს მომხდარის მიზეზები და დროულად გამოავლინოს ვითარების გამწვევის მსურველ პირთა ვინაობა, რათა აცილებულ იქნას თავიდან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ექსკალაცია. დროულად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, რათა არ დადგეს ქვეყანა არსებული რელიგიური კონფლიქტის საფრთხეში გადასვლის საშიშროების წინაშე. ამ თემაზე განცხადება სახალხო დამცველიც ავრცელებს, მასში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატი საქმის დეტალების ყველა მხრივ შესწავლის შემდეგ საბოლოო შეფასებას გააკეთა.